ჩინურ კომპანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ცემეს. სავარაუდოდ 10-მდე პირია დაშავებული. 4 დაზარალებულის ხელზე მიყენებული დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 3 კი ხაშურის. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაზარალებულები ყვებიან, რომ კონფლიქტი ერთ მუშასთან დაიწყო, დასახმარებლად მისულებს კი ხელკეტებითა და ნაჯახებით გაუსწორდნენ. ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო ახალ სარკინიგზო გვირაბს აშენებს. სწორედ ამ მშენებლობაზე არიან დასაქმებულები საქართველოს მოქალაქეები. მათ დამსაქმებლების მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე არაერთხელ უსაუბრიათ. ხელკეტებით იყვნენ ისინი, იყვნენ მასიური რკინებით იყვნენ და მოდიოდნენ ზეწოლა გააკეთეს ქართველებზე მთლიანად. ქართველი ბიჭებს არავის არ ინდოდნენ, აგერ 4 ბიჭი ვართ, რომელსაც 2-ს აქვს თავის არეში ზიანი და ერთ ზურგზე აქვს ჭრილობა მიყენებული.